დილა მშვიდობისა. ბიბლიოგრაფიული ცნობები და გამომცემლის წყარო სტატია ხელმისაწვდომია აღწერაში, ვიდეოს ქვეშ. თუ გსურთ ხელი შეუწყოთ სამეცნიერო ცოდნის გავრცელებას, გამოიწერეთ. და შეგიძლიათ წერა თითი მაღლა გთხოვ. აბსტრაქტი. ინტერნეტის გაჩენამ ხელი შეუწყო ბავშვთა პორნოგრაფიაზე ცდომისა და ფლობის მქონე პირთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას და, შესაბამისად, შეფასებისა და მკურნალობისთვის მიმართვების ზრდას. რჩება კითხვები ბავშვთა პორნოგრაფიის მფლობელები უფრო ჰგვანან თუ განსხვავდებიან სხვა ტიპის სექსუალური დამნაშავეებისგან და სათანადოდ გამოიყენება თუ არა კონტაქტური და არაკონტაქტური სექსუალური დამნაშავეების შეფასების და მკურნალობის პროტოკოლები ბავშვთა პორნო დამნაშავეების მიმართ. წინამდებარე კვლევამ შეადარა 50 ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავე, 45 არაკონტაქტური სექსუალური დამნაშავე და 1 კონტაქტი ბავშვთა მოწალადე. შედეგებმა აჩვენა, რომ 3 ჯგუფი უფრო მსგავსი იყო, ვიდრე განსხვავებული, თუმცა ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები გამოირჩეოდნენ უმაღლესი აკადემიური და პროფესიული მიღწევებით, ნაკლები ბავშვობის ქცევითი პრობლემებით და შერჩეული ურთიერთობითი ცვლადებით. რეციდივის მაჩვენებლები დაბალი იყო ყველა ჯგუფისთვის. შესავალი. ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია აყვავებული იყო არარეგულირებული კიბერსივრცის გარემოში, ბავშვთა პორნოგრაფიის ხელმისაწვდომობის, გავრცელებისა და წარმოების ბრალდებები გაიზარდა 1404%-ით 1996-2007 წლებში. ინტერნეტმა ბიძგი მისცა ბავშვთა პორნოგრაფიას მისი ანონიმურობის, ხელმისაწვდომობისა და ხელმისაწვდომობის გამო. ინდივიდებს ახლა შეუძლიათ ბავშვების პორნოგრაფიაზე ცდომა და გავრცელება საკუთარი სახლის კომფორტიდან, კონფიდენციალურობის პირობებში და აღმოჩენის შედარებით მცირე რისკით. დადგენილია, რომ ბავშვთა პორნოგრაფია მსოფლიოში $1 მილიარდის ინდუსტრია. 2003 წელს ინტერნეტში გავრცელებულ ბავშვთა ძალადობის უნიკალური სურათების რაოდენობა შეფასდა დაახლოებით 1 მილიონად, ეს რიცხვი ყოველდღიურად 200-ით იზრდება. თუმცა, ინტერნეტის ზომისა და მერკური ბუნების გამო, ძნელია იმის შეფასება, თუ რამდენი საბავშვო პორნოგრაფია არსებობს რეალურად ინტერნეტში. მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეების შემოდინებამ გამოწვევა გამოიწვია შემფასებლების, მკურნალობის პროვაიდერებისა და იუსტიციის ჩინოვნიკების გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეაფასონ, მოექცნენ და მართან სექსუალური დამნაშავეების ეს ადრე იშვიათი დაყოფა. ამჟამად არ არსებობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროტოკოლები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეების შეფასებასა და მართვას, თუმცა ვეიკლინის, ჰაუდისა და ბანიტის წინასწარი სამუშაოები ვარაუდობენ, რომ შეცვლილ აქტუარულ ზომებს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პროგნოზირებადი სარგებლობა. შეფასებისა და მკურნალობის დადგენილი პროტოკოლების ნაცვლად, კლინიკები, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებთან, იძულებულნი გახდნენ დაეღრდნოთ პროტოკოლებს, რომლებიც შემუშავებულია და დამოწმებულია არაინტერნეტზე დაფუძნებული სექსუალური დამნაშავეებისთვის. არსებული შეფასების და მკურნალობის პროტოკოლების განზოგადების გამართლება და სიბრძნე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გვანან ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები არაინტერნეტ დამნაშავეებს კლინიკური და რისკთან დაკავშირებული მახასიათებლების თვალსაზრისით. აქტუალური საკითხი, რომელსაც კლინიკები განიხილავენ, არის თუ არა ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეების სექსუალური დამნაშავეების ცალკეულ ჯგუფს მიეკუთვნებიან თუ ადრე კატეგორიზებულ ჯგუფს, კერძოდ, ბავშვების მოძალადეებს, რომლებიც მხოლოდ ახალ ტექნოლოგიას იყენებენ თავიანთი დანაშაულის განსახორციელებლად. ადრეული კვლევის მცდელობებმა, რომლებიც მიმართული იყო ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეების შედარებასა და სექსუალურ მოძალადეებთან, რომლებმაც ჩაიდინეს ბავშვების მიმართ პრაქტიკული დანაშაული, გამოავლინა როგორც მსგავსება, ასევე განსხვავებები ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებსა და ბავშვთა მოძალადეებს შორის. ახალი მტკიცებულებები ვარაუდობენ, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები შეიძლება გამოირჩეოდნენ ბავშვების მოძალადეებისგან ინტიმური ურთიერთობის დეფიციტისა და სოციალური იზოლაციის ხარისხის მიხედვით. ვებ-პსატი და კინ გამოიკვლიეს ფსიქოლოგიური და სოციალურ-აფექტური განსხვავებები ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებსა და ბავშვთა მოძალადეებს შორის. გარდა იმისა, რომ დაადგინეს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები ბევრად უფრო ახალგაზრდები იყვნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ ისინი უფრო ხშირად ეძებდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებს, როგორც ზრდასრული,
და ასევე მნიშვნელოვნად ნაკლები თანაცხოვრება ჰქონდათ ინტიმურ პარტნიორებთან. ანალოგიურად, ბეიცმა და მეტკალფმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები აფიქსირებდნენ ემოციური მარტოობის უფრო მაღალ დონეს, ვიდრე კონტაქტური დამნაშავეები. ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები უფრო მეტად არიან სექსუალურად დევიანტები, ვიდრე ბავშვების მოძალადეები. მაგალითად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავებს უფრო მეტი პრობლემა აქვთ სექსუალური თვითრეგულირებასთან, უფრო მეტად ავლენენ პედოფილურ სექსუალურ ინტერესებს და უფრო ხშირად აცხადებენ, რომ სექსუალურად იზიდავენ სქესობრივად მოზარდობისა და მოზარდობის ბავშვებით. ეს დასკვნები მხარს უჭერს სეტოს ადრინდელი კვლევის შედეგებს, რომელშიც ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობა პედოფილური სექსუალური აღგზნების უფრო ძლიერი მაჩვენებელია, ვიდრე ბავშვის მიმართ ფაქტობრივი კონტაქტური დანაშაულის ჩადენის ისტორია. კრუგერმა, კაპლანმა და პირელმა ვერ იპოვეს განსხვავებები პედოფილიის დიაგნოზში ბავშვთა პორნოგრაფიის მფლობელებსა და ბავშვებთან შეხვედრის მცდელობისთვის დაპატიმრებულ მამაკაცებს შორის, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი განსხვავებები იქნა ნაპოვნი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის მფლობელებს უფრო ხშირად დაუდგინდათ პორნოგრაფიის დამოკიდებულება, მაგრამ ნაკლებად. სავარაუდოდ კიბერსექსუალური დამოკიდებულებით. ამის ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ ინტერნეტის საშუალებას აძლევს სვდომა სექსუალური მედიის ძალიან ფართო სპექტრზე და პირები, სავარაუდოდ, აირჩევენ პორნოგრაფიას, რომელიც შეესაბამება მათ სასურველ სექსუალურ ინტერესებს, ხოლო ოფლაინ სექსუალური დამნაშავეების შესაძლოა მსხვერპლს არჩევენ მოხერხებულობის მიხედვით ან ისინი შეიძლება ნაკლებად იყვნენ გამჭრიახი, ვისთან ერთად ისწრაფვიან სექსუალური დაკმაყოფილებისკენ. მეტაანალიტიკურმა კვლევამ აჩვენა მსგავსი დასკვნები, მაგრამ ვარაუდობდა, რომ მიზეზი იმის არის, გამოც მათ აქვთ მნიშვნელოვნად მაღალი სექსუალური გადახრები, არის პოლიციის საქმიანობის უნებლიემი კერძოებული შედეგების შედეგი. შეიძლება მოხდეს, რომ პოლიცია მხოლოდ ბავშვთა პორნოგრაფიის გამოყენების უხეში ინციდენტების ან დამნაშავეების გამოძიებას განაგრძოს, რომლებსაც აქვთ ბავშვთა პორნოგრაფიის დიდი მოცულობები პოლიციის შეზღუდული რესურსების გამო და ამგვარად, მხოლოდ ყველაზე სექსუალურად დევიანტებს ადანაშაულებენ და აფასებენ. კიდევ ერთხელ, მეტი კვლევაა საჭიროა ამ დასკვნის მართებულობის შესამოწმებლად. ელიოტმა, ბიჩმა, მანდევილ ნორდენმა და ჰეისმა აღმოაჩინეს, რომ მათ ნიმუშში ბავშვზე მოძალადეებთან შედარებით, ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები აჩვენებდნენ ქცევის ცუდ კონტროლს და კრიმინალურ მიდრიკილებას. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები ნაკლებად იმპულსურები იყვნენ, ჰქონდათ უფრო სუსტი უნარი სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზედმეტად მტკიცედ რეაგირებდნენ. გარდა ამისა, ბავშვების მოძალადეები აღწერილია, როგორც ფსიქოპათიის უფრო მაღალი დონის გამოვლენა, რაც მითითებულია ფსიქოპათიის საკონტროლო სიაში სკრინინგის ვერსია, ვიდრე ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები, ისევე როგორც უფრო ანტისოციალური მახასიათებლები, რომლებიც დაკავშირებულია სოციალური წესების დარღვევასთან, სექსუალური ძალადობისადმი დამოკიდებულებებთან და ქცევასთან. ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები ასევე განსხვავდებიან ბავშვების მოძალადეებისგან მსხვერპლის თანაგრძნობით, დანაშაულის მხარდამჭერი დამოკიდებულებით და შემეცნებითი დამახინჯებით. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების მოძალადეებს უფრო მეტად აქვთ კონტროლის გარე ადგილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კონტაქტური დამნაშავეები სუბიექტურად აღიქვამენ ნაკლებ თვითკონტროლს თავიანთ ქცევაზე და შესაძლოა უფრო მეტად მიაწერონ თავიანთი ქცევა და მისი შედეგები გარეთ ძალებს. ბაბჩინმა და ბეიცმა და მეტკალფმა განაცხადეს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებს აქვთ მსხვერპლის თანაგრძნობის შედარებით მაღალი დონე და ნაკლები კოგნიტური დამახინჯება. ელიოტი ვარაუდობს, რომ კონტაქტურ დამნაშავეებს შეიძლება ჰქონდეთ მეტი დეფიციტი ანტისოციალური შემეცნების გზაზე, რაც დასტურდება კოგნიტური და მსხვერპლის თანაგრძნობის დამახინჯების დიდი რაოდენობით. ეს შედეგები შეიძლება მიუთითებდეს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებს ნაკლებად აქვთ არაადაპტური შეხედულებები ბავშვთა სექსუალობასთან დაკავშირებით. ასევე შეიძლება ვარაუდობდეს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე ბავშვის მოძალადეები, ჩადენენ კონტაქტურ დანაშაულს ბავშვის მიმართ მომავალში ან გახდებიან განმეორებითი დამნაშავე. თუმცა, წინა კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები რეალურად
უფრო მეტად უჭერდნენ მხარს კოგნიტურ დამახინჯებას, რომ ბავშვები არიან სექსუალური არსებები და მზად არიან დაკავდნენ სექსში ზრდასრულთან. ავტორებმა ეს შედეგი ახსნეს იმით, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები აძლიერებენ მათ ფანტაზიებს მასტურბაციის დროს ბავშვების შესახებ დევიანტური სექსუალური აზრებით, რომლებიც დაფუძნებულია კოგნიტურ დამახინჯებაზე მათი სექსუალური სიმწიფისა და ქცევის შესახებ. მნიშვნელოვანია თუ არა ბავშვთა პორნოგრაფიის მფლობელი ბავშვების მიმართ კონტაქტური დანაშაულის ჩადენამდე. აღმოჩენილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები უფრო მეტად ავლენენ პედოფილურ სექსუალურ ინტერესებს, ვიდრე ბავშვების მოძალადეებს, მათი ტენდენცია იყო ნაკლებად კრიმინალური მიდრეკილება და ქცევის შედარებით უკეთესი კონტროლის ქონა ხელს უწყობს კონტაქტური დანაშაულების ჩადენის და დაქვეითებას. რეციდივის მაჩვენებლები ზოგადად. ეკემ, სეტომ და უილიამსმა აღმოაჩინეს, რომ საშუალოდ 6 წლის განმავლობაში ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეთა მხოლოდ 6%-ის დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კონტაქტური სექსუალური დანაშაულისთვის. ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები, რომლებსაც ადრე ჰქონდათ კონტაქტური სექსუალური დანაშაული, უფრო მეტად ჩადიოდნენ დანაშაულს ნებისმიერი სახით, სექსუალურად თუ არასექსუალურად, ხოლო დამნაშავეები, რომლებსაც მხოლოდ ბავშვთა პორნოგრაფიის ბრალდება ჰქონდათ, ბევრად ნაკლებია ახალი დანაშაულის ჩადენა. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ მკვლევართა ნიმუშში არც ერთ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეს არ წაუყენეს ბრალი კონტაქტური სექსუალური დანაშაულის ჩადენაში 18 თვიანი შემდგომი პერიოდის განმავლობაში. შედარებისთვის, ჰანსონისა და მორტონ ბურგონის კვლევაში ბავშვზე მოძალადეების 13%-მა განაგრძო სხვა სექსუალური დანაშაულის ჩადენა ანალოგიურ პერიოდში. ბავშვის მოძალადეებისა და ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეთა ხელახალი დანაშაულის ჩადენის რისკს შორის აშკარა განსხვავება შეიძლება ასახავდეს მათ ეტიოლოგიასა და შეურაცხყოფის მოტივაციას. ბავშვთა პორნოგრაფიის მფლობელებსა და მოძალადეებს შორის მსგავსებებისა და განსხვავებების შესახებ ინფორმაციის მზარდი დაგროვების მიუხედავად, მხოლოდ ერთმა კვლევამ შეადარა და დააპირისპირა ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები დამნაშავეებთან, რომლებიც ჩადიან არაკონტაქტურ დანაშაულს. სეტომ, ვუდმა, ბაბჩშინმა და ფლინმა ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები შეადარეს ორ ჯგუფს, დაბალი რისკის მქონე ბავშვების მოძალადეებს და ონლაინ შუამდგომლობის დამნაშავეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ კონტაქტური შეურაცხყოფის წინა ისტორია. მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვთა პორნოგრაფია და მოძალადეები ორივე უკონტაქტო უფრო ხშირად არ უცხოვრიათ შეყვარებულთან, ვიდრე ბავშვების მოძალადეები კონტაქტი და რომ მოძალადეები უფრო ხშირად აფიქსირებდნენ ჰებეფილურ ინტერესებს, ვიდრე პედოფილურ ინტერესებს სხვა ჯგუფებთან შედარებით. განსხვავებები ავტორებმა აჩვენეს, რომ მნიშვნელოვანი იყო და ვარაუდობენ, რომ უნდა განიხილებოდეს ზედამხედველობა და მკურნალობა. იმის გამო, რომ ბავშვთა პორნოგრაფიული დანაშაულები არ გულისხმობს უშუალო ფიზიკურ კონტაქტს მსხვერპლთან, შეიძლება იყოს კლინიკური და თეორიული მნიშვნელობის დადგენა. აქვთ თუ არა ამ დამნაშავეებს მეტი მსგავსება სხვა სახის უკონტაქტო სექსუალურ დამნაშავეებთან, კონკრეტულად მათთან, რომლებიც ჩანს შეყვარებულობის დარღვევების სპექტრში. სარწმუნოა, რომ ადრე აღწერილი სოციალური და ურთიერთობის დეფიციტი, რომელიც დაფიქსირდა ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეთა ჯგუფებში და მოძალადე დამნაშავეთა ჯგუფებში, შეიძლება გავლენა იქონიოს მათზე, რათა შეურაცხყოფა მიაყენონ არაპირდაპირი გზით, როგორც ვუაიერები და ექსიბიციონისტები. აღინიშნა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები ავლენენ მახასიათებლებს, რომლებიც ხშირად შეინიშნებოდა ვაიერებსა და ექსიბიციონისტებს შორის და მოიცავს უფრო დიდ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ბედნიერებისა და კმაყოფილების დაბალ დონეს, ნარკოტიკების მოხმარებას, პორნოგრაფიის უფრო მეტ გამოყენებას, სექსუალურ აქტივობას, ხშირ მასტურბაციას და სექსუალური გადახრები. იმ დამნაშავეებთან შედარებით, რომლებიც ბავშვებთან ფიზიკურ კონტაქტს ეძებენ, ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები შეიძლება სექსუალურად აღფრთოვანებულნი იყვნენ პორნოგრაფიის ყურების ვუაიერისტური ბუნებით, წახალისებული იყვნენ უსაფრთხოების ცრუგრძნობით სახლში, მასტურბირებით და ფანტაზირების დროს და ნუგეშისცემით იმ პარაადაპტაციური რწმენით. ბავშვს ფიზიკურად არ ავნებს. დღემდე ბევრი რამ არის გასარკვევი ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებსა და არაკონტაქტურ სექსუალურ დამნაშავეებს შორის მსგავსებისა და განსხვავებების შესახებ.
მიმდინარე კვლევის მიზანი წინამდებარე კვლევა ადარებს და უპირისპირებს ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებს, როგორც ბავშვის მოძალადეებს, ასევე არაკონტაქტურ სექსუალურ დამნაშავეებს. ამ კვლევის მიზანია გამოიკვლიოს, არიან თუ არა ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები, როგორც ჯგუფი, თვისობრივად განსხვავდებიან არაკონტაქტური დამნაშავეებისა და კონტაქტური დამნაშავეების ჯგუფებისგან, მათი აკადემიური, პროფესიული, სოციალური, ფსიქოლოგიური და კრიმინალური ისტორიების თვალსაზრისით. მეთოდების ნიმუშიას 96 მამრობითი სქესის დამნაშავეების ნიმუშს გადაეგზავნათ ან მარცხნივ დახრილი ხაზი და სასამართლოს მანდატით მათი რისკისა და მკურნალობის საჭიროებების შესაფასებლად 2001 წლიდან 2009 წლამდე და მიიღეს ფორმალური სასამართლები მათი სექსუალური დანაშაულისთვის. ისინი ან იღებდნენ მომსახურებას სასჯელის მარცხნივ დახრილი ხაზი განკარგვის მიღებამდე ან მის შემდეგ. შერჩევის საშუალო ასაკი იყო 37. ერთი წელი სტანდარტული გადახრა უდრის 14. 17. 50 დამნაშავე გაასამართლეს ბავშვთა პორნოგრაფიის ხელმისაწვდომობისა და მარცხნივ დახრილი ხაზი ან გავრცელებისთვის, 45 დამნაშავე გაასამართლეს არაკონტაქტური დანაშაულისთვის, რომელიც მოიცავდა ექსჰიბიციონიზმს ან ვუაიერიზმს, ხოლო 101 დამნაშავე გაასამართლეს ბავშვთა შეურაცხყოფისთვის. ჯგუფების განსხვავებულობის უზრუნველსაყოფად, მონაწილეთა კრიმინალური ისტორიები დაშიფრული იქნა უშუალოდ ოფიციალური კრიმინალური ჩანაწერებიდან შესაბამისი დაჯგუფების დასადგენად. ნებისმიერი დამნაშავე, რომელსაც ჰქონდა წარსულში ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც ემთხვეოდა დანარჩენ ორ კატეგორიას, გამოირიცხა ანალიზიდან. მსგავსი პროცედურები დაფიქსირდა სხვა შედარებით კვლევებში მაგ. სიტრო 2012. თითოეული ჯგუფის დემოგრაფიული მახასიათებლები ჩამოთვლილია ცხრილში 1. ზომები ასევე დაშიფრულია ისტორიული ცვლადები, რომლებიც დაკავშირებულია განათლებასთან და დასაქმებასთან, სოციალურ, სექსუალურ და კრიმინალურ ქცევასთან, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებასთან, პიროვნების ინვენტარის მასშტაბის ქულებს და რეციდივის შესახებ მონაცემებს. დამნაშავის მახასიათებლები. გამოკვლეულია 7 დემოგრაფიული ცვლადი მონაცემების ტიპი მითითებულია ფრჩხილებში. ასაკი ინდექსის დანაშაულის დროს უწყვეტი, ბ განვითარების, ბავშვობისა და მოზარდობის ისტორია, რომელიც შეისწავლის იყო თუ არა რაიმე ქცევითი პრობლემები 18 წლამდე დიქოტომიური ქულა, როგორც არყოფნის წინააღმდეგ, აკადემიური მოსწრება და ქცევა, რომელიც ასახავს სკოლაში მიღწევებს და არა ადაპტაციას შეჩერების მარცხნივ დახრილი ხაზი გარიცხვის ისტორია, წარუმატებელი კლასი, ცუდი ადაპტაცია და საშუალო სკოლის დამთავრება იყო დიქოტომიური ქულა, როგორც არყოფნის წინააღმდეგ და განათლების წლები დაფიქსირდა, როგორც უწყვეტი ცვლადი, დასაქმების შესახებ ინფორმაცია ინდექსის დანაშაულის დროს დიქოტომიური ქულები გათავისუფლების ისტორიასთან შედარებით შეუსაბამო და მაღალკვალიფიციური შრომითი ტიპის სამუშაოს წინააღმდეგ, სექსუალური და ურთიერთობის ისტორია დიქოტომიური ქულები, როგორც ყოველდღიური მასტურბაცია არა, მარტოხელა და არა მარტოხელა სტატუსი და უწყვეტი ცვლადები ასაკის პირველი მასტურბაციის გამოცდილების, ასაკი პირველი შეთანხმებული სქესის, პარტნიორების რაოდენობა, ბავშვების რაოდენობა, მკურნალობის ისტორია, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების წარსული მიღება, სქესობრივი მოძალადეების წინასწარი მკურნალობა და წარმატებით დასრულება იყო დიქოტომიური ქულა, როგორც არყოფნისა და აწმყოს და ზნივთიერების ბოროტად გამოყენების ისტორია დიქოტომიური ქულები თინეიჯერების ალკოჰოლიზმის არსებობისა და არარსებობის მიხედვით, მარიხუანა, ლიზერგინის მჟავა დიეთილამიდი და კოკაინის გამოყენება, ალკოჰოლის მოხმარება და ნარკოტიკების მოხმარება ინდექსის დარღვევამდე. პიროვნების შეფასების ინვენტარი. პიროვნების შეფასების ინვენტარი არის თვითშეფასების კითხვარის 344 ელემენტით, რომლებიც აფასებს პიროვნების მახასიათებლებს, რომლებიც ყველაზე აქტუალურია კლინიკურ გარემოში. 11 კლინიკური სკალა, რომელიც მოიცავს სასაზღვრო მახასიათებლებს, ანტისოციალურ მახასიათებლებს, ალკოჰოლის პრობლემებს, ნარკომანიის პრობლემებს, აგრესიას, სუიციდური იდეების, სტრესის, არამხარდაჭერის, მკურნალობის უარყოფას, დომინანტობას და სითბოს, ჩართული იყო ანალიზში გამოყენებულ ტიქულებს. ანტისოციალური მახასიათებლების სკალის 3 ქვესკალა მოიცავდა: ქცევები, ეგოცენტრულობა და სტიმულის ძიება.
კრიმინალური ისტორიის ელემენტები და რისკის შეფასების ქულა. ცვლადები, რომლებიც წარმოადგენენ წარსულში ჩადენილი დანაშაულის ასპექტებს, განალის და კრიმინალურ ისტორიაში ჯგუფებს შორის განსხვავებების გამოსაკვლევად. მიმდინარე კვლევის მიზნებისთვის 4 უწყვეტი ცვლადი, ასაკი პირველი ნასამართლობისას, ნასამართლობის წინა რაოდენობა, ძალადობრივი მსჯავრდებების წინა რაოდენობა და სექსუალური დანაშაულისთვის ნასამართლებების წინა რაოდენობა, სამკატეგორიულ ცვლადთან ერთად, წინასწარი არასექსუალური ძალადობის ნასამართლობა არ არსებობს წინამდებარე სექსუალური ბრალდება და მარცხნივ დახრილი ხაზი ან ნასამართლობა არც ერთის წინააღმდეგ, 2+ და სასჯელის წინასწარი გამოტანის თარიღების 3 ან ნაკლები 4 ან მეტის წინააღმდეგ, ჩართული იყო ანალიზებში. ბოლო 3 კატეგორიული ცვლადი აღებულია სტატიკ 99-დან. საერთო რისკის ქულა გამოითვალა თითოეული დამნაშავესთვის, სტატიკ 99-ის საფუძველზე და ჩართული იყო ჩვენ შედარების ანალიზში. სტატიკ 99 არის რისკის შეფასების ინსტრუმენტი სექსუალური მოძალადეებისთვის, რომელიც განსაზღვრავს რისკის დონეს, რომელსაც ისინი უქმნიან საზოგადოებას შესაძლო ხელახალი დანაშაულის გამო. ეს არის 10-პუნქტიანი ფორმა, რომელიც ემყარება რისკის შეფასებას მხოლოდ სტატიკური ცვლადების საფუძველზე, რომლებიც ემპირიულად დადგინდა, რომ ასოცირდება სექსუალურ რეციდივიზმთან და მოიცავს დამნაშავეს გათავისუფლების ასაკს, რომელიც ოდესმე ცხოვრობდა შეყვარებულთან მინიმუმ 2 წლის განმავლობაში. სექსუალური ძალადობის ინდექსი ნასამართლობა, ნებისმიერი, მანამდე არასექსუალური ძალადობრივი ნასამართლობა, სექსუალური დანაშაულისთვის წინასწარი ბრალდებების ან ნასამართლობის რაოდენობა, წინასწარი განაჩენი თარიღები, ნებისმიერი ნასამართლობა არაკონტაქტური სექსუალური დანაშაულისთვის, ნებისმიერი სექსუალური მსხვერპლი, ნებისმიერი უცხო სექსუალური მსხვერპლი და ნებისმიერი მამაკაცი სექსუალური მსხვერპლი. გამოთვლილი იყო შეცვლილი სტატიკ 99 ჯამი, რომელიც გამორიცხავდა მსხვერპლებთან და კონტაქტურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ ბოლო 4 ცვლადს, ანუ შეცვლილი სტატიკ 99 ჯამური ქულა მოიცავდა 10 ელემენტიდან 6. სეტოს მსგავსად, 2012 ნაშრომში, ჩვენ გამოვრიცხეთ მსხვერპლის 3 ელემენტი: ნებისმიერი დაუკავშირებელი სექსუალური მსხვერპლი, ნებისმიერი უცხო სექსუალური მსხვერპლი, ნებისმიერი მამაკაცი სექსუალური მსხვერპლი. გარდა ამისა, ჩვენ გამოვრიცხეთ პუნქტი: ნებისმიერი მსჯავრდებული უკონტაქტო სექსუალური დანაშაულისთვის, რადგან უკვე შევარჩიეთ ჩვენი ჯგუფები იმის უზრუნველსაყოფად, რომ არაკონტაქტურ ჯგუფებს არ ჰქონდათ წინასწარი კონტაქტის შეურაცხყოფა მათ ისტორიაში და ჩართვა ხელოვნურად გაზრდიდა მნიშვნელოვანი განსხვავებების ცვლილებას, რომლებიც არ იყო მნიშვნელოვანი. რეციდივიზმი. განმეორებითი მოქმედების ზუსტად შესაფასებლად, დამნაშავეები ჩართული იყვნენ ანალიზში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემდგომი დაკვირვების პერიოდი 2 წელზე მეტი იყო, რათა გათავისუფლების შემდეგ მინიმალური დრო დაეთმო. კანადის პოლიციის საინფორმაციო ცენტრიდან და პროვინციული სასჯელ აღსრულების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული კრიმინალური ჩანაწერების მონაცემები გაანალიზდა, რათა დადგინდეს ახალი მსჯავრდებულთა რაოდენობა, ბპატიმრობა, პირობითი პატიმრობა ან ჯარიმა, რომელიც დაკისრებულია სასჯელის დროს, ნებისმიერი პირველი ახალი სექსუალური დანაშაულის თარიღი და ტიპი, თუ შეესაბამება თუ არა რომელიმე ახალი სექსუალური დანაშაული წინა ინდექსის სექსუალური დანაშაულის ტიპს. პროცედურა. ამბულატორიულ კრიმინალისტიკური კლინიკის ფაილები მოიძიეს სექსუალური დამნაშავეების საქმეებზე, შესაბამისად, კვლევის მონაწილეები არ იყვნენ მოთხოვნილი ამ კვლევისთვის. რეგიონი, სადაც კვლევა ჩატარდა, ემორჩილება კანონმდებლობას, რომელიც ადგენს წესებს, რომლებიც პატივს სცემენ ჯანმრთელობის ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებას კვლევის მიზნებისთვის. წინამდებარე კვლევა განიხილა კვლევის ეთიკის საბჭომ, რომელიც დანიშნული იყო კვლევითი წინადადებების განსახილველად, რომლებიც ეხებოდა ჯანმრთელობის ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებას და მიიჩნიეს არაგონივრულად და არაპრაქტიკულად უშუალოდ დამნაშავეებისგან თანხმობის მიღება, რადგან ისინი აღარ იღებდნენ მომსახურებას და წესებულება. ამიტომ, ამ კვლევის ჩატარების მიზნებისთვის თანხმობა არ იყო. განხილული საქმის მასალები შეიცავდა შეფასების ანგარიშებს, სისხლის სამართლის ჩანაწერებს, საქმის ჩანაწერებს, დამნაშავეთა ანგარიშებს, დემოგრაფიულ ინფორმაციას და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას.
ფაილები დაშიფრული იყო რეტროსპექტულად და კვლევის მიზნებისთვის დამატებითი ზომები არ იყო ადმინისტრირებული. იმის გამო, რომ ყველა ცვლადი არ იყო ხელმისაწვდომი ფაილებში ყველა დამნაშავესთვის, ნიმუშის ზომები იცვლებოდა ანალიზის მიხედვით. წინამდებარე კვლევა არის უფრო დიდი მონაცემთა ბაზის ნაწილი, რომელშიც 406 ცვლადი იყო კოდირებული თითოეული დამნაშავეზე საქმის მასალებიდან. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ შევინარჩუნებდით ინტერპრეტერების ძლიერ სანდოობას, 4 მკვლევარმა ასისტენტმა გაიარა სრულთვიანი ტრენინგი ცვლადებზე და გამოიკვლიეს 3 შემთხვევაში, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ საიმედოდ დაშიფრეს ცვლადები. შემდგომში, 5 დამნაშავი საქმის მასალები 2 შემფასებელმა დამოუკიდებლად დაშიფრა. ამ კვლევაში შეტანილი ცვლადების უმრავლესობისთვის არ ჩატარებულა გამოთვლები, როდესაც ასისტენტები არ აკოდირებდნენ ცვლას 5 ფაილიდან 2-ზე მეტზე, ეს ეხება მხოლოდ 40 ცვლადიდან 900-ზე, კატეგორიული ცვლადები გამოკვლეული იყო პროცენტის გამოყენებით. შეთანხმებები და კაპას სტატისტიკა. 20 ცვლადს ჰქონდა 60%-დან 100%-მდე თანხმობა კოდირებს შორის კაპა მნიშვნელობებით 0, 20-დან 0, 67-მდე. 4 ცვლადს ჰქონდა შეთანხმება 60%-ზე ნაკლები და მოიცავდა, იყო თუ არა დამნაშავე სკოლიდან გათავისუფლება, სამსახურიდან გათავისუფლებული, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა და ოდესმე ნარკოტიკების გამოყენება ინდექსის დარღვევამდე კაპას იმერყეობდა 0.12-დან 0.38-მდე. 7 ცვლადი უწყვეტია. კორელაციები არ გამოითვალა, თუმცა დაფუძნებული იყო ძალიან მცირე ნიმუშის ზომაზე და მერყეობდა 0, 42-დან 0, 99-მდე. მხოლოდ 1 ცვლადი იყო ცუდად შესრულებული, ბავშვების რაოდენობა, სანდოობის თვალსაზრისით. მიზეზი, რამაც გამოიწვია ზოგიერთი განსხვავება შემფასებლებს შორის, იყო კოდირების დასრულების დრო. მაგალითად, კვლევითი ასისტენტები ერთსა და იმავე ფაილებს აწარმოებენ რამდენიმე თვის ინტერვალით და ფაილები, როდესაც აქტიურია, შეიცავს დამატებით ინფორმაციას, რომელიც არ იყო ხელმისაწვდომი პირველი კოდირების დროს. შედეგები. ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები ბავშვთა მოძალადეებთან და არაკონტაქტურ სექსუალურ მოძალადეებთან შესადარებლად, KSQ ტესტები გამოიყენეს კატეგორიული ცვლადების შესამოწმებლად, ხოლო დისპერსიის ორმხრივი ანალიზი გამოყენებული იქნა უწყვეტი ცვლადების შესამოწმებლად. მნიშვნელოვანი ძირითადი ეფექტები გამოკვლეული იყო post-hoc ანალიზით ბონფერონის პროცედურის გამოყენებით. შეზღუდული შერჩევის ზომისა და დაკარგული მონაცემების შერწყმული ეფექტის გამო, მრავალი ცვლადი გამოირიცხა ანალიზებიდან, რადგან სტატისტიკური ტესტების დაშვებები არ დაკმაყოფილდა. დასკვნითი სტატისტიკა ჩატარდა დემოგრაფიულ ცვლადებზე, განვითარებისა და ისტორიულ ცვლადებზე, კრიმინალურ ისტორიაზე, ფსიქომეტრიული ტესტირების შედეგებსა და რეციდივიზმზე, ალფა 0, 0.5-ის გამოყენებით. განათლება და სამუშაო ისტორია სქესობრივი დამნაშავეების 3 ჯგუფი შეადარეს მათ ასაკთან, სასკოლო ქცევასთან და აკადემიურ მიღწევებთან დაკავშირებულ ცვლადებზე. აღწერითი ინფორმაციისა და დასკვნის ანალიზისთვის იხილეთ ცხრილები 1 და 2. ანალიზებმა აჩვენა, რომ სექსუალური დამნაშავეების 3 ჯგუფი ექვივალენტური იყო მათი შეფასების დროს, მათი საერთო ასაკის, დაწყებითი სკოლის არასწორი ადაპტაციის, ბავშვების აგრესიის, ბავშვობაში თანატოლების უარყოფისა და სამსახურიდან გათავისუფლების ისტორიის მიხედვით ყველა პიეს აღემატება 0.05-ზე. თუმცა, ნიმუშებმა აჩვენეს მნიშვნელოვანი ცვალებადობა სკოლიდან შეჩერების მარცხნივ დახელი ხაზი გარიცხვის, კლასის წარუმატებლობის, სკოლის ადაპტაციის, საშუალო განათლების დამთავრების და პროფესიული უნარების დონის თვალსაზრისით. ბავშვთა პორნოგრაფიის დამრღვევებმა უფრო ნაკლებმა გამოაცხადეს, რომ შეაჩერეს ან გარიცხეს სკოლაში სწავლის წლებში, ვიდრე არაკონტაქტური დამნაშავეები და ბავშვების მოდალადე დამნაშავეები. ცალკეულმა post-hoc KSQ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ორივე არაკონტაქტური დამნაშავეებისგან. KSQ უდრის 6, 7 პი 0, 0.1-ზე დაბლა და ბავშვების მოძალადეები, KSQ უდრის 7, 7 პი ქვემოთ 0, 0.1-ზე. ბავშვთა პორნოგრაფიის დამრღვევთა მეოთხედზე ნაკლებს ოდესმე ჰქონდა წარუმატებელი ან ჩამორჩენილი შეფასება, რომელიც ნაკლები იყო, ვიდრე ბავშვების მოძალადეები, KSQ უდრის 7, 7 პი 0,
0-1-ზე ნაკლები, მაგრამ არაფრით განსხვავდება არაკონტაქტური დამნაშავეებისგან. ცუდი სკოლაში ადაპტაცია, რაც დასტურდება სერიოზული ქცევის ან დასწრების პრობლემებით, ასევე გამოვლინდა ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეთა 1/13-ში, მაგრამ არაკონტაქტური და ბავშვთა შეურაცხყოფის დამნაშავეთა ნახევარზე მეტში. Post-hoc KSQ ანალიზებმა აჩვენა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამმხოლთა დაწყებითი სკოლის ადაპტაცია მსგავსი იყო არაკონტაქტური დამნაშავეების, მაგრამ სტატისტიკურად უკეთესი იყო, ვიდრე ბავშვების მოძალადეების სასკოლო კორექტირება. ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებმა საშუალოდ დაასრულეს სკოლაში 2 წელი მეტი, ვიდრე ორივე უკონტაქტო დამნაშავე T82/2, 93-ზე P0, 0-1-ზე დაბლა და ბავშვთა შეურაცხყოფის დამნაშავეებს T42/5, 0-6-ზე P0, 0-0-1-ზე ნაკლები. არავითარი განსხვავება ამ უკანასკნელ ორ ჯგუფს შორის. ასევე დადგინდა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები 64-ჯერ უფრო ხშირად დაესწრნენ პოსტმეორადის სწავლებას, ვიდრე ორივე არაკონტაქტური დამნაშავე K²8, 0-ზე P0, 0-1-ზე დაბლა და ბავშვების მოძალადეები K²22, 0-ზე P0, 0-0-1-ზე ნაკლები. რაც შეეხება დასაქმებას ინდექსის დანაშაულის დროს, ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები 2-ჯერ უფრო ხშირად იყვნენ დაკავებულნი კვალიფიციურ დასაქმებაში, ვიდრე არაკონტაქტური დამნაშავეები K²5, 1-ზე P0, 0-5-ზე დაბლა, ხოლო ბავშვების მოძალადეები K²7, 1-ზე P0, 0-1-ზე ნაკლები. შემდგომმა KSQ ანალიზებმა აჩვენა, რომ ეს წყვილი შედარება იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. ყველაზე მოაღნიშნული მნიშვნელოვანი აღმოჩენისთვის, არაკონტაქტური დამნაშავეები არ განსხვავდებოდნენ ბავშვზე შეურაცხყოფის დამნაშავეებისაგან რომელიმე ამ ცვლადის მიხედვით. სქესობრივი და ურთიერთობის ისტორია სამინიმუმში შეადარეს მათ სექსუალურ ისტორიას და ამჟამინდელ ურთიერთობის სტატუსებს. აღწერითი სტატისტიკა წარმოდგენილია ცხრილში 1 უწყვეტი ცვლადებისთვის და ცხრილში 2 კატეგორიული ცვლადები. სამმა ჯგუფმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი ცვალებადობა მთელი ცხოვრების მანძილზე ქორწინების საერთო რაოდენობაში, მაგრამ იყო განსხვავებები დამნაშავეთა პროცენტში თითოეულ ჯგუფში, რომლებიც დაქორწინებულები იყვნენ ინდექსის დანაშაულის დროს. ბავშვთა პორნოგრაფიაზე მეტი 68% დამნაშავე იყო მარტოხელა ინდექსის დანაშაულის დროს, ვიდრე უკონტაქტო დამნაშავეები 50%, Q²4, 1-ზე P0, 0-5-ზე დაბლა და ბავშვის მოძალადე დამნაშავეები 43%, Q², 10, 6-ზე P ჩამოუვარდება 0, 0-1-ზე. არაკონტაქტური დამნაშავეების და ბავშვთა მოძალადეების პროცენტი, რომლებიც იყვნენ მარტოხელა, როდესაც მათ ჩაიდინეს მათი ინდექსის დანაშაული, არ განსხვავდებოდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვალებადობა დაფიქსირდა ჯგუფებს შორის ბიოლოგიური ბავშვების საშუალო რაოდენობასთან დაკავშირებით. Post-hoc ანალიზებმა აჩვენა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებს ჰყავდათ მნიშვნელოვნად ნაკლები ბიოლოგიური შვილი, ვიდრე ორივე არაკონტაქტურ დამნაშავეს T83/2, 48-ზე P0, 0-5-ზე დაბლა და ბავშვების მოძალადეებს T27/2, 97-ზე P0, 0-1-ზე. არავითარი განსხვავება არ დაფიქსირებულა არაკონტაქტურ და ბავშვთა შეურაცხყოფის დამნაშავეებს შორის. ჯგუფებს შორის განსხვავება არ დაფიქსირებულა ცვლილებებთან მიმართებაში, რომლებიც წარმოადგენენ დაწყებას ანუ ასაკი პირველი მასტურბაციის გამოცდილებისას და პირველი შეთანხმებული სქესობრივი კავშირის დროს და სექსუალური ქცევის სიხშირეს მაგ. სექსუალური პარტნიორების რაოდენობა, ყოველდღიური მასტურბაცია. ფსიქიკური ჯანმრთელობა სქესობრივი მოძალადეების სამი ჯგუფი შეადარეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ამსახურებთან კონტაქტის ხარისხით და მიიღეს თუ არა რაიმე სახის მკურნალობა მათ დანაშაულებამდე. ანალიზმა აჩვენა, რომ ნიმუშები არ განსხვავდებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომის, წინასწარი სქესობრივი მოძალადეების მკურნალობისა და წარმატებით დასრულებული მკურნალობის შესახებ. სამი ჯგუფი შეადარეს პიროვნების შეფასების ინვენტარის 11 შერჩეულ ფსიქოპათოლოგიისა და პიროვნების სკალაზე. ანალიზმა არ გამოავლინა განსხვავება 11 სკალიდან 10-ში.
ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებმა აჩვენეს უფრო დაბალი ქულები, ვიდრე ბავშვების მოძალადეები. T68 უდრის 2.92-ზე, P001-ზე დაბალი, სითბოს სკალაზე, რომელიც წარმოადგენს ადამიანის მხარდამჭერ და აღმზრდელ ხარისხს. უკონტაქტო დამნაშავეები არ განსხვავდებოდნენ დანარჩენი ორი ნიმუშისგან სითბოს დონით. ანტისოციალური მახასიათებლების სკალის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ არაკონტაქტური დამნაშავეები ქმნიდნენ მნიშვნელოვნად უფრო მაღალ ქულებს, ვიდრე ბავშვების შეურაცხყოფის დამნაშავეები. T59 უდრის 2.26-ზე, P0.05-ზე დაბალი, ანტისოციალურ ეგოცენტრულობის სკალაზე, მაგრამ ბავშვთა პორნოგრაფია. დამნაშავეები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდნენ არც ერთი შედარების ჯგუფისგან. განსხვავებები არ დაფიქსირებულა ანტისოციალურ ქცევის და ანტისოციალურ სტიმულის ძიების სკალებზე. ნივთიერების ბოროტად გამოყენების ისტორია ნარკოტიკების და ალკოჰოლის ისტორიებისა და მიმდინარე მოხმარების საფუძველზე შედარებისას, ანალიზებმა აჩვენა, რომ ნიმუშები არ განსხვავდებოდა თინეიჯერების ალკოჰოლიზმის, მარიხუანას ან ლიზეგინის მჟავას დიეთილამიდის მოხმარების გავრცელებით. ისინი განსხვავდებოდნენ კოკაინის წარსულში მოხმარებით უფრო მეტ უკონტაქტო დამნაშავეებთან ჰქონდათ კოკაინის გამოყენების ისტორია, ვიდრე ბავშვთა პორნოგრაფია. T² უდრის 5.4-ზე, P-ზე 0.05-ზე ნაკლები, ან ბავშვების შეურაცხყოფის დამნაშავეები, T² უდრის 4.3-ზე, P-ზე დაბალი, 0.05-მდე. ბავშვთა პორნოგრაფიასა და ბავშვთა შეურაცხყოფის დამნაშავეებს შორის კოკაინის მოხმარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსხვავება არ იქნა ნაპოვნი. მიუხედავად იმისა, რომ ნიმუშები არ განსხვავდებოდა ალკოჰოლის გამოყენებაში ინდექსური დანაშაულის წინა პერიოდში, არაკონტაქტური დამნაშავეები უფრო მეტად იყენებდნენ ნარკოტიკებს, ვიდრე ბავშვთა პორნოგრაფიას და ბავშვის მოძალადეებს, როგორც ნაჩვენებია წყვილ-წყვილ შედარებაში არაკონტაქტურ დამნაშავეებსა და ბავშვს შორის. პორნოგრაფიის დამნაშავეები, T² უდრის 5.3-ზე, P0.05-ზე დაბლა და არაკონტაქტური და ბავშვთა შეურაცხყოფა დამნაშავეები, T² უდრის 6.5-ზე, P ჩამოუვარდება 0.05-ზე. კრიმინალური ისტორია. გუფები შეადარეს კრიმინალური ისტორიის საკითხებს და პროცენტები, სიხშირე და T² ჩამოთვლილია ცხრილში 5. ანალიზმა აჩვენა, რომ ჯგუფებს შორის არ იქნა ნაპოვნი განსხვავებები პირველი ნასამართლობისას, მათი ასაკისა და ადრე ნასამართლობის, სექსუალური დანაშაულის ჩადენის, მანამდე არასექსუალური დანაშაულისთვის ნასამართლობისა და წინასექსუალური დანაშაულის ბრალდებების მიხედვით. მნიშვნელოვანი ცვალებადობა მხოლოდ 2 ცვლადზე იქნა ნაპოვნი. ანალიზებმა აჩვენა, რომ არაკონტაქტურ დამნაშავეებს ჰქონდათ უფრო მეტი ძალადობრივი ნასამართლები, ვიდრე ორივე ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავე, T80 უდრის 3. 0-ზე, P ჩამოუვარდება 0.01-ზე. არანაირი განსხვავება არ დაფიქსირებულა ბავშვთა პორნოგრაფიასა და ბავშვთა შეურაცხყოფის დამნაშავეებს ან არაკონტაქტურ და ბავშვთა შეურაცხყოფის დამნაშავეებს შორის. რაც შეეხება წინასასჯელის გამოტანის თარიღების საერთო რაოდენობას, პოსტჰოკ T² ანალიზებმა აჩვენა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებს ჰქონდათ ნაკლები წინასასჯელის თარიღები, ვიდრე არაკონტაქტურ დამნაშავეებს, T² უდრის 6.41-ზე, P 0.05-ზე ნაკლები, მაგრამ არავითარი განსხვავება არ გამოიკვეთა ბავშვთა შეურაცხყოფას შორის. დამნაშავეები და დანარჩენი ორი ჯგუფი. სტატისტიკური მნიშვნელოვნება იქნა ნაპოვნი ჯგუფებში, რომლებიც იყენებდნენ მოდიფიცირებულ სტატეკ 99 სულ, თუმცა ეფექტის ზომა ძალიან მცირეა. არაკონტაქტურმა დამნაშავეებმა უფრო მაღალი ქულა მიიღეს, ვიდრე ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები, T79 უდრის 2.39-ზე, P0.05-ზე ნაკლები, მაგრამ არ იყო განსხვავება ბავშვთა შეურაცხყოფის დამნაშავეებსა და ბავშვთა პორნოგრაფიასა და არაკონტაქტურ დამნაშავეებს შორის. რეციდივიზმი. დამნაშავეთა სამი ჯგუფი შეადარეს ახალი დანაშაულების რაოდენობასა და ტიპებს, რათა დადგინდეს განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებლები და ნებისმიერი ახლად შეძენილი ნასამართლობის სიმძიმე. ანალიზების პროცენტები, სიხშირეები და T² ჩამოთვლილია ცხრილში 6. რეციდივის დაფიქსირებული დაბალი მაჩვენებლები ხელს უშლიდა სტატისტიკური ანალიზის ჩატარებას იმის დასადგენად,
იყო თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავებები სამ ნიმუშს შორის რეციდივის კონკრეტულ ტიპებზე მაგ. სექსუალური, ძალადობრივი. ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეთა 11%-მა 11%, არაკონტაქტური დამნაშავეების 18%-მა და ბავშვთა შეურაცხყოფის დამნაშავეთა 14%-მა განაგრძო ნებისმიერი სახის ახალი დანაშაულის ჩადენა. რაც შეეხება სექსუალურ რეციდივიზმს, ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეთა 7%-ის, არაკონტაქტურ დამნაშავეთა 5%-ის და ბავშვის შეურაცხყოფის ბრალდებულთა 5%-ის ახალი სექსუალური ნასამართლობა დაეკისრა მათი ინდექსის დანაშაულის შემდეგ. ყველა დამნაშავესთვის ახალი სექსუალური დანაშაული დაემთხვა მათ ინდექსურ დანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მსჯავრდებები, რომლებიც იყო არასექსუალური და არაძალადობრივი, ჩადენილი იყო მცირე რაოდენობით სექსუალური დამნაშავეების თითოეული ჯგუფის მიერ, ბავშვთა შეურაცხყოფის დამნაშავეები იყვნენ ერთადერთი კატეგორია, ვინც ჩაიდინა ახალი ძალადობრივი დანაშაულის 3%. მცირე საბაზისო განაკვეთით, გამოკვლეული იყო დროის ხანგრძლივობა გათავისუფლების თარიღსა და ახალი დანაშაულის თარიღს შორის და არ გამოვლენილა სხვაობა ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებს შორის საშუალო უდრის 13.5 თვეს, სტანდარტული გადახრა უდრის 17-27-ის, დიაპაზონი უდრის 1-დან 43-ის, არაკონტაქტური დამნაშავეების საშუალო უდრის 23, 7, სტანდარტული გადახრა უდრის 16, 59, დიაპაზონი უდრის 1-ზე ნაკლები 44-მდე და ბავშვთა შეურაცხყოფის დამნაშავეების საშუალო უდრის 17. ცარა, სტანდარტული გადახრა უდრის 12, 53, დიაპაზონი უდრის 2-დან 44-მდე, X2 26 უდრის 0, 76, NS. დისკუსია. მთლიანობაში, ბავშვთა პორნოგრაფიის მფლობელებს, უკონტაქტო სექსუალურ მოძალადეებსა და ბავშვთა მოძალადეებს შორის შედარებამ აჩვენა, რომ სექსუალური დამნაშავეების სამი ჯგუფი დიდწილად გავდა ერთმანეთს პიროვნების თვისებების, ფსიქიკური მდგომარეობის, ფსიქიატრიული ისტორიის, ინტიმური ურთიერთობების, სექსუალური და კრიმინალური ისტორია. გუფურ განსხვავებებს შორის, რომლებიც იდენტიფიცირებული იყო, მოექცა აკადემიური მოსწრებისა და დაწყებითი სკოლის ქცევის სფეროს და ნაკლებად, ცვლადებს შორის, რომლებიც ირიბად დაკავშირებულია ინტერპერსონალურ ფუნქციონირებასთან. ბეიცის, მეტკალფისა და ენდრასის წარსული კვლევების შესაბამისად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებმა საშუალოდ 3 წელი მეტი სკოლა დაასრულეს, ვიდრე სექსუალური დამნაშავეების დანარჩენ ორ ჯგუფს. განაგრძეს უმაღლესი განათლების მიღება. წარსული კვლევების შედეგები, რომლებმაც დაადგინეს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებს უფრო მეტი დასაქმების მაჩვენებლები ჰქონდათ, ვიდრე ბავშვების მოძალადეებს, არ იყო გამეორებული ჩვენი მონაცემებით. თუმცა, ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები უფრო მეტად იყვნენ დასაქმებულნი კვალიფიციურ შრომაში იმ დროს, როდესაც მათი ინდექსის დანაშაული ჩადენილი იყო, დასკვნა, რომელიც შეიძლება შეესაბამებოდეს დაკვირვებულ განსხვავებას უმაღლესი განათლების მიღწევების თვალსაზრისით. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ წინა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებს უფრო მეტი სექსუალური თვითრეგულირების პრობლემები აქვთ, ვიდრე ბავშვების მოძალადეებს, ეს შედეგები არ იყო გამეორებული მიმდინარე კვლევაში. ჩვენს კვლევაში 3 ჯგუფი არ განსხვავდებოდა მასტურბაციის დაწყების, პირველი კონსენსუალური სექსუალური გამოცდილების ასაკის ან თვითშეტყობინებების სექსუალური პარტნიორების საერთო რაოდენობის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 2-ჯერ მეტი ბავშვის მოძალადე აფიქსირებდა მასტურბაციას ყოველდღიურად, ვიდრე ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეების 67% წინააღმდეგ 35%, მასტურბაციის სიხშირე სტატისტიკურად არ განსხვავდებოდა ჯგუფებს შორის, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სტატისტიკური ძალის ნაკლებობით. ნიმუშის მცირე ზომა. ინტიმური ურთიერთობების არსებობასთან ან არარსებობასთან დაკავშირებულ ცვლადებზე ჯგუფური შედარებამ გარკვეულწილად შერეული შედეგები გამოიღო. სამივე ჯგუფი თანაბრად იყო წარსულში თანაცხოვრების ურთიერთობაში და ჯგუფები არ განსხვავდებოდნენ ოჯახური ურთიერთობების რაოდენობის მიხედვით დამნაშავის სიცოცხლეში. თუმცა, დასკვნა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებს ჰყავთ ნაკლები ბიოლოგიური ბავშვები და რომ ისინი უფრო მეტად არიან მარტოხელა დანაშაულის ჩადენის დროს, შეიძლება მხარი დაუჭიროს წინაკვლევის შედეგებს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები უფრო მეტ ემოციურ მარტოობას აფიქსირებენ.
ვიდრე ბავშვების შეურაცხყოფის დამნაშავეებიდან ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე ბავშვი. მოძალადეები თავიანთ პარტნიორებთან ერთად ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სპეკულაციურია, ეს შედეგები აჩენს კითხვებს იმის თაობაზე. შეიძლება თუ არა ბავშვთა პორნოგრაფიის მფლობელთა ნიმუშებში დაფიქსირებული კონტაქტური სექსუალური დანაშაულების დაბალი მაჩვენებლები ნაწილობრივ მაინც გამოწვეული იყოს პოტენციურ მსხვერპლ ბავშვებთან პირდაპირი ან დაუყოვნებელი წვდომის ნაკლებობით. რაც შეეხება ფსიქიატრიულ ისტორიას და თვითშეტყობინებას პიროვნების მახასიათებლებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცვლადებს, დამნაშავე სამივე ჯგუფი კლინიკურად შეუმჩნეველი და დიდწილად განურჩეველი იყო ერთმანეთისგან. მათ თანაბრად ჰქონდათ ცდომა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე წარსულში, ყოველი ჯგუფის დაახლოებით ერთი მარცხნივ დახრილი ხაზი 3-დან ჰ-მდე. ჯგუფები არ განსხვავდებოდნენ 14 კლინიკური სკალიდან 12-ში, რომლებიც გენერირებული იყო თითოეული დამნაშავის მიერ პიროვნების შეფასების ინვენტარის თვითშეხსენებით და საშუალო ჯგუფის ქულები პიროვნების შეფასების ინვენტარის 14-ვე კლინიკური სკალის მიხედვით იყო კლინიკურად უმნიშვნელო დიაპაზონში. ეგოცენტრულობის დონე განასხვავებდა უკონტაქტო დამნაშავეებს დანარჩენი ორი ჯგუფისგან და ბავშვების მოძალადეები აღწერდნენ თავს, როგორც უფრო დიდი ინტერპერსონალური სიტბოთი, ვიდრე რომელიმე დანარჩენი ორი ჯგუფიდან. ეს უკანასკნელი დასკვნა შეესაბამება ადრე ნახსენებ კვლევას, სადაც ნათქვამია, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები აფიქსირებენ ემოციური მარტოობის მაღალ დონეს და უფრო მეტად არიან მარტოხელა. შესაძლებელია, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები აცხადებენ ნაკლებ ინტერპერსონალურ სითბოს არა ინტერპერსონალური ურთიერთობების საერთო სიძულვილის გამო, არამედ იმიტომ, რომ მათი სოციალური უნარების ნაკლებობა ახლო ინტერპერსონალური ურთიერთობების გამოცდილებას დისკომფორტს და შფოთვას იწვევს. ამან, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნების სურვილი და მოტივაციის შემცირება. რაც შეეხება ნივთიერების მოხმარების ისტორიას, არაკონტაქტური დამნაშავეები უფრო ხშირად იყენებდნენ ნარკოტიკებს ახალგაზრდობაში და ზრდასრულ ასაკში და კონკრეტულად კოკაინს იყენებდნენ. ბავშვთა პორნოგრაფიასა და ბავშვთა შეურაცხყოფის დამნაშავეებს უფრო მეტი მსგავსება ჰქონდათ ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაში, ვიდრე რომელიმე ჯგუფს არაკონტაქტურ დამნაშავეებთან. წინა კვლევამ, რომელიც ათვალიერებდა ნარკომანიის ბოროტად გამოყენებას ექსიბიციონისტთა ნიმუშში, შედარებით აჩვენა, რომ 1/13 აჩვენებდა ნარკოტიკების მოხმარების ნიმუშებს. სხვები ვარაუდობდნენ, რომ არაკონტაქტურ დამნაშავეებს შორის ნარკოტიკების მოხმარების ეს მაღალი მაჩვენებელი შეიძლება ასახავდეს დაბალ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, სკოლაში დაგვიანებას, სიამოვნებისკენ მიდრეკილებას და ცუდ ოჯახურ ურთიერთობებს. აქ ვარაუდობენ, რომ ნარკოტიკების მოხმარების მაღალი დონე უკონტაქტო დამნაშავეებს შორის შეიძლება მიუთითებდეს თვითრეგულირებისა და იმპულსების კონტროლის სირთულეებზე. როდესაც გამოიკვლიეს კრიმინალურ ისტორიასთან დაკავშირებული ფაქტორები, ძალიან ცოტა განსხვავება გამოიკვეთა ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებსა და ბავშვთა მოძალადეებს შორის. ანალოგიურად, რეციდივის მაჩვენებლების ანალიზი მხარს უჭერს წარსულ კვლევას, რომელიც მიუთითებს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეების ძალიან მცირე რაოდენობა მსჯავრდებულია შემდგომი სექსუალური დანაშაულისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სხვა კვლევამ აღნიშნა, რომ ბავშვების მოძალადეების განმეორებითი შემთხვევები უფრო მაღალია, ვიდრე ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეების განმეორების მაჩვენებლები, ჩვენი კვლევა არ იძლევა ამ დასკვნის მხარდაჭერას. თუმცა, ჩვენი საბაზისო განაკვეთები მთლიანობაში შეიძლება იყოს დაბალი და შემდგომი დაკვირვების დრო შეიძლება იყოს ძალიან მოკლე. საინტერესოა, რომ დამნაშავეთა მცირე რაოდენობამ, რომლებმაც განმეორდა შემდგომში ჩადენილი დანაშაული, რომელიც ემთხვეოდა მათ ჯგუფურ დავალებას მათი ინდექსის დანაშაულის მიხედვით. ეს დასკვნა ვარაუდობს, თუმცა შეზღუდული მონაცემებით, რომ მიუხედავად ჯგუფების მსგავსებისა სხვა ცვლადებზე, შესაძლოა არსებობდეს შეურაცხყოფის სპეციალიზაცია. შეჯამებით, ამ შედეგებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არაკონტაქტური დამნაშავეები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებიან ბავშვთა შეურაცხყოფის დამნაშავეებისგან და რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები თანაბრად განსხვავდებიან როგორც კონტაქტური, ასევე არაკონტაქტური სექსუალური დამნაშავეებისგან. წინა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიული დანაშაული უფრო მეტად მიუთითებს პედოფილიაზე, ვიდრე მსჯავრდებული ბავშვის შეურაცხყოფაში. შესაძლებელია,
რომ ბავშვთა პორნოგრაფიის ამ ნიმუშმა გამოავლინა პედოფილური ინტერესების მქონე პირების თვისებები და იმ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეების არჩევით, რომლებსაც ჰქონდათ კონტაქტური დანაშაულები მათ კრიმინალურ ისტორიაში. ამ კვლევამ პოტენციურად ხაზი გაუსვა დამნაშავეების ვიწრო პოპულაციას, რომლებიც სექსუალურად აღგზნებულნი არიან ბავშვების მიერ, მაგრამ არ შეურაცხყოფა მათზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებს აქვთ შინაგანი დათრგუნვის უფრო მაღალი დონე, რადგან ისინი ნაკლებად იყენებდნენ ნარკოტიკებს, უფრო მეტად დაასრულებდნენ საშუალო სკოლის დამთავრებას და უფრო მეტად იყიდიდნენ კვალიფიციურ პროფესიას. მათ ასევე აჩვენეს მახასიათებლები, რომლებიც გაზრდის გარე დათრგუნვას და ამცირებს ბავშვის წინააღმდეგობის დაძლევის უნარს. ბიოლოგიური ბავშვების ნაკლები რაოდენობისა და მარტოობის უფრო დიდი ალბათობის გათვალისწინებით, ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები ნაკლებად იყვნენ ახლოს ბავშვთან. სათანადო კომუნიკაციის უნარების ნაკლებობამ და მცირე სოციალურმა ურთიერთობებმა შეიძლება გაზარდოს ასეთი დამნაშავეების მიერ ონლაინ შეურაცხყოფისგან ხორციელების ალბათობა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებს აქვთ პედოფილური სექსუალური ინტერესების მაღალი მაჩვენებლები, ამ კვლევაში აღმოჩენილი ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეების მახასიათებლები შეიძლება საკმარისად ზღუდავდეს მათ სექსუალურ აღგზნებას და აფერხონ მათ მოქმედებისგან. ფინკელჰორის წინაპირობის თეორიასთან 1984 თანხმობაში, რომელიც გვთავაზობს, რომ 4 პირობა აუცილებელია ბავშვის მიმართ სექსუალური დანაშაულის წარმოშობამდე, კერძოდ, სექსუალური мотиваცია, შინაგანი დათრგუნვის ნაკლებობა, გარეგანი დათრგუნვის ნაკლებობა და ბავშვის წინააღმდეგობის ნაკლებობა. ამ პირობებიდან მინიმუმ 2-დან შეიძლება შეამციროს ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეების მიერ სექსუალური ძალადობის ჩადენის ალბათობა ბავშვის მსხვერპლის მიმართ. ვინაიდან ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებს აქვთ უფრო დიდი შინაგანი და გარეგანი დათრგუნვა, რაც ამცირებს მათ კონტაქტური დანაშაულის რისკს, მიზანშეწონილია დავასკვნათ, რომ ისინი უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ ამ ინჰიბიციების შენარჩუნებაზე მორგებული მოპყრობით და ემოციური მარტოობისა და ინტერპერსონალური სირთულეების უნიკალური მახასიათებლების შემცირებაზე. ამ დამნაშავეების მოპყრობის ამჟამინდელი პრაქტიკა ბავშვთა შეურაცხყოფის დამნაშავეებთან ერთად, რომლებსაც არ გააჩნიათ ეს შეზღუდვები, შეიძლება არაეფექტური იყოს, რადგან დრო იხარჯება ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეების ძირითადი უნარების სწავლებაში, რომლებიც მათ უკვე ფლობენ. მათ უნიკალურ მახასიათებლებს შეიძლება დასჭირდეთ უფრო მოწინავე განათლება და ტრენინგი მკურნალობის დროს და შესაძლოა, ეს საუკეთესოდ იხელმძღვანელოს შესაბამისი თეორიული მოდელებით იუნგი, პრესაში. გარდა ამისა, ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეების ხელახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანი და, საბოლოო ჯამში, კონტაქტური დანაშაულის არასოდეს ჩადენა შეიძლება იყოს უფრო ეფექტური, თუ სასამართლო ოფიციალური პირები ყურადღებას გაამახვილებენ სასჯელის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ინარჩუნებენ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეების ბუნებრივ დათრგუნვას, როგორიცაა მათი დასაქმება, სიფხიზლე და ბავშვებთან კონტაქტის ნაკლებობა. სამწუხაროდ, ბოლო კვლევა ვარაუდობს, რომ სასამართლო სისტემა ყოველთვის არ მოიცავს ასეთ გარე ინჰიბიტორებს მათ სასჯელში იომ და სტაინ, 2012. ეს კვლევა განიხილავს თეორიებს, რომლებიც მიღმა არის ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეების გაერთიანება ბავშვთა შეურაცხყოფის დამნაშავეებთან. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნები ხელს უწყობს ემპირიულ ლიტერატურას და ზრდის ჩვენს გაგებას ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეების შესახებ, აქ მოხსენებული ეფექტის ზომების შედარებით მცირეა და ჩვენი დასკვნების გამეორება რეკომენდირებულია უფრო დიდი ნიმუშებით და შემდგომი დაკვირვების ხანგრძლივობით. კიდევ ერთი შეზღუდვა არის უკონტაქტო დამნაშავეთა ჩვენს ნიმუშში შემავალი ვაიერების მცირე რაოდენობა. ეს განსაკუთრებით შემზღუდველი იყო, რადგან ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებსა და ვუაიერებს შორის შედარება უფრო ლოგიკური იქნებოდა, ვიდრე ექსიბიციონისტებთან. სქესობრივი მოძალადეების კვლევის ტიპიურია მხოლოდ იმ დამნაშავეების ჩართვა, რომლებიც შეხებაში არიან მართლმსაჯულების სისტემასთან. ძნელი მოსაპოვებელია მონაცემები დამნაშავეების შესახებ, რომლებსაც ბრალი არ წაუყენებიათ, მაგრამ შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ამ დამნაშავეების გასაგებად, რადგან ისინი შეიძლება წარმოადგენდნენ ძლიერ განსხვავებულ მახასიათებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კვლევა არ მოიცავდა შერეული დანაშაულის მქონე დამნაშავეებს შერეული დამნაშავეების მცირე რაოდენობის გამო,
მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის დადგენა, არის თუ არა რაიმე განსხვავებები ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ კონტაქტური დანაშაული ბავშვების მიმართ და ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებს შორის კონტაქტური დანაშაულის გარეშე და უზრუნველყოფს ცვლადების გააზრებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტის შეურაცხყოფა. კვლევის კიდევ ერთი მიმართულება შეიძლება იყოს პედოფილიის როლის გარკვევა ბავშვთა პორნოგრაფიის ყურებაში. ერთმა წინაკვლევამ დაადგინა საფუძველი იმისა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებს აქვთ პედოფილური ტენდენციების გაზრდილი მაჩვენებელი, მაგრამ ამ ტენდენციების გავლენა ეტიოლოგიაზე, რისკსა და რეციდივიზმზე გაურკვეველია. დასკვნის სახით, ამ კვლევამ გამოიკვლია თუ არა ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები კონტაქტური და მარცხნივ დახრილი ხაზი ან არაკონტაქტური სექსუალური დამნაშავეების სპექტრში. მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევის შედეგები იძლევა მტკიცებულებებს ელემენტარული მსგავსების შესახებ ბავშვთა პორნოგრაფიის, არაკონტაქტური და ბავშვის შეურაცხყოფის დამნაშავეთა შორის, მნიშვნელოვანი განსხვავებები გულისხმობს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებს აქვთ განყოფილი განსხვავებები ორივე სქესობრივი დამნაშავეთა ჯგუფისგან. ეს განსხვავებები ძირითადად მდგომარეობს ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეების უფრო მაღალ საგანმანათლებლო წარმატებებში და დათრგუმის უფრო მაღალ დონეზე, რამაც შეიძლება აიხსნას მათი არჩევანი, გააგრძელონ ონლაინ დანაშაულები კონტაქტური დანაშაულების წინააღმდეგ. წინა თეორიულ პარადიგმებზე დაყრდნობით კონტაქტური შეურაცხყოფის გზაზე, როგორც ჩანს, ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეებს, რომლებსაც არ აქვთ კონტაქტური დანაშაულის ისტორია, იმყოფებიან მინიმალური რისკის ქვეშ, რომ გახდნენ ბავშვის შეურაცხყოფის დამნაშავეები. ამ კვლევის წინასწარი შედეგები ვარაუდობს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეები სრულყოფილად არ ჩნდებიან კონტაქტური ან არაკონტაქტური სექსუალური დამნაშავეების კლინიკურ ფორმაში. საჭიროა შემდგომი კვლევა განსხვავებებისა და მსგავსების მასშტაბის და სამომავლო მიმართულების შესამოწმებლად, რომელიც უნდა გაგრძელდეს ბავშვთა პორნოგრაფიის დამნაშავეების შეფასებას, მკურნალობასა და სასჯელზე.